აი, უყურეთ ახლა თქვენ, კარგად დააკვირდით ამ ნაკვალებს. აი აქ, ზუსტად ამ ადგილას, 120 მილიონი წლის წინ დინოზავრები დადიოდნენ. ამ კლდეზე გაქროვებული სიცოცხლეა შემონახული. დინოზავრები გადაშენდნენ და კვალი დამიტოვეს. შენ რას მიკეთ? ვინ ხარ? რას წარმოადგენ? ეს კაცი ჩვენი მოსწავლე არა? არა. გაიცანით. ჩემი მეგობარი ნოდარი. ბალადესირი ახალგაზრდა და ეს რა მოვიდა ლედარი. შენ მოსწავლე ხარ? კი. შენ რა გინდა სკოლაში? მიწას უნდა თხიდე, სააგურეზე. მე მართლა მიწას თხიდე, ისიც სააგურეზე მუშაობ, ჩემი ხელები. მერე წესი არის ის? ვინა? ეს არის დინოზავრის ნაკვალები. ჰა? კი, ეს არის. კიდევ იქითა, ზოგი აქეთა, ზოგი რასაკვირველია ზევითა. აი, სადაც ახლა თქვენ გეხართ, ერთ დროს რასაკვირველია უამრავ დინოზავრს გაუვლია. თუ გაქვთ იმედი, რომ დინოზავრის ჩონჩხს იპოვეთ? მაგის იმედი რომ არ მქონდეს, თავს არ ვიცოცხლებ. ეს რა არის, დიდი ასწავლე, ღარიბი თომ არის დარჩენილი. ეს კუდია ბატონო. ის კუდია? დინოზავრის კუდის ხანაბეჭდია, რასაკვირველია. ერთ დროს აქ უსიამოვნო ინციდენტი მომხდარა. ცოტა იქით მიეძიეთ შეიძლება. აი აქ იდგა დედალი დინოზავრი. მარჯვნიდან და მარცხნიდან დააკვირდით კვალს. ორი მეტოქე მამალი დინოზავრი წამოვიდა. ისინი რასაკვირველია ეჭვიანობის ნიადაგზე დაეჯახნენ ერთმანეთს. ერთი წაბორძიგდა და კუდით და მენჯით დაეჭრა. ჩემი ვარაუდით ის გაჭირებული მოკვდა. აცხონოს ხმას. რა ბრძანეთ ბატონო? არა, არაფერი. ვინ? არის. ხო. ყველაფერი კი დედალი დინოზავრის გამო მოხდა. ისე მოგოსაბლა. დიახ. მე გამიგონია რომ დინოზავრები უწყუო. პატარა თავიანი არსებანი იყვნენ და თუ არ გეწყინებათ გონის წვინიც არ ჰქონდათ. დიახ. ტვინი დინოზავრებს რასაკვირველია მენჩი ჰქონდათ და საერთოდ უტვინო ხერხემლიანი თუ ზოგიერთ ადამიანს ხედულობაში არ მივიღებთ, არ არსებობს. იგივე მართლა ზღვა იყო? ხარებობა რო ზღვა იყო. იქ იყო ოკეანე ტეტის. შენ ძალიან ძვირია. ხამა ყველაფერი. მართალია ეს კაცი მართალია.